ქვემო ქართლის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში 1966 წელს დაბადებულ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული ხელჩანთა, პირადი ნივთები და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია იმედი და პოსტივი დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიები იმედი და პოსტივი ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა. აგრესიამ 10,000-ობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. ქვეყნის ნაწილი კი მიწასთან გაასწორა. გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის შეფასებით 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 15,172 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 41,378 დაიჭრა. დაღუპულებს შორის 766 ბავშვია.